ახალციხელები უხვინ ნალექის გამო შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ჩივიან. პრობლემები ძირითადად ქვეითად მოსიარულეებს შეექმნათ. ადგილობრივების თქმით, ტროტუარები თოვლისგან არ იწმინდება, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა. წავიქეცი აგერ ცხოვრობ ეზოში, სულ ტბები დგას წყლის, ჟოლობებიდან ჩამოდის წყალი, ამოთხრილი არის ეზო და წავიქეცი ძლივს ავდექი ფეხზე. ძალიან პრობლემატური არ არის, ხალხი მოძრაობს, ჯერ არავინ წაქცეულა. ვერ დავდივართ, რა პრობლემაა? დალიფული გზები მოძრაობაში ის. კაი ასუფთავებენ აგერ. სიარული ცოტა ძნელია. ვერ დავდივართ, ტრანსპორტი არ არის, ისეთ სოფლიდან ვარ ჩამოსული, რომ ფეხით მოვედი. გზა რა გვაქვს, არ გვიწმინდავენ გზას, ქიქინეთიდან ვარ, ადეგენის რაიონიდან. გაწმენდის სამუშაოები არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს, მაგრამ მოდის დაბლა სოფლამდე და ჩვენ სოფლამდე ვეღარ აღწევს, აღარ მოდის. ქალაქის ძირითადი ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას შპს ოცხაულს უნაყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნალექის დროს მათი თანამშრომლები ღამის 12-დან დილის 6 საათამდე მუშაობენ. პრობლემას ქმნის ქუჩაში მდგომი ავტომობილები, რის გამოც სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდას სრულად ვერ ახერხებს. შესაბამისად ვერ წმენდნენ ტროტუარებსაც. შპს ოცხის მთავარი ინჟინერი დასახმარებლად მერიასა და სამართალდამცველებს მიმართავს. ქალაქის მერია პატრულმა ერთობლივი შეთანხმებით მიაღწიონ იმას, რომ ზოგი მანქანა დგას თვეობით, დღეობით. მე აღარ ვლაპარაკობ იმ მოძრავ მანქანებზე, რომელიც დროებით არის გაჩერებული. მე ვლაპარაკობ, რომელიც მუდმივად არის გაჩერებული და ხელს გვიშლის. ტექნიკა ვერ მუშაობს მთელი დატვირთვით. აი ეს არის ჩემი თხოვნა, რომ თუ კი შეიძლება, რომ ეს მანქანები აი სადღეღამისო რომ დგანან, რომ მოაცილონ ქალაქის ქუჩები. უამინდობის გამო ათეულობით სატვირთო ავტომობილი მთელი დღის განმავლობაში იდგა ქალაქის შესასვლელთან. როგორც მცხოვრები აცხადებენ, უხვმა ნალექმა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეაფერხა. ამიტომ სამართალდამცველებმა მოძრაობის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით პრობლემური მონაკვეთების გაწმენდამდე ახალციხეში დარჩენა ურჩიეს. მეორე დღე აქოდო ვარ. და საიდან მომძანდებით და რატო ხართ გაჩერებული? ერევნიდან. ავიც იქეთ ახლა გზა აბაზო არ ესია, მაგრამ მანქანები დადიან. გაფიშობე რომ დაკეტილი არის პატიო. უხვი ნალექის გამო პრობლემები არ შექმნილა ახალციხის სოფლებში. გამგეობაში აცხადებენ, რომ თოვლისგან გზები ყველა მიმართულებით დროულად გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა. დიდ-თოვლობის დროს პრობლემები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძირითადად 10-მდე სოფელში იქნება, თუმცა 30 იანვრის ღამეს მოსული უხვი ნალექის გამო გზა არც ერთ სოფელში ჩაკეტილა. მუნიციპალიტეტის გზებს შპს ვალის კომუნალური გაერთიანება ემსახურება. მართალია საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა, მაგრამ პრობლემები გზებზე არ ქონია, არ შეიქმნა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტრანსპორტი მექანიზმები წავიდა და ყველა მიმართულებით გზები იწმინდებოდა. წუხანდელიდან დაწყებული და დღეს დილით უკვე დავამთავრეთ. ადიგენის მუნიციპალიტეტში 30 იანვარს თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრამდე მიაღწია. გზები გაიწმინდა ენთელი შოყის, უდიარლის, ადიგენი უტყისუბნის მონაკვეთებსა და აბასთუმის მიმართულებით. დიდ თოვლობას პრობლემები არ შეუქმნია ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.